სერიოზულ თემებზე უნდა ვისაუბროთ, ცხადია და ზარქუაზე აღარ უნდა ვისაუბროთ, ასევე ცხადია. ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, გამორჩეული სენატორი, მეთქი ასე ვიტყვი, ლინცი გრემი ამბობს: "მივმართავ აიათოლას, ჩვენ ისე ხშირად აღარ ვსაუბრობთ, როგორც ადრე ვსაუბრობდით, რა ამით გაწყენინეთ?" რაც შეეხება თქვენს ბოლოდროინდელ გაფრთხილებას, იცით თქვენ რომ ალი ხამინეიმ გააფრთხილა შეერთებული შტატების პოლიტიკოსები, რომ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინიც და აღმოჩნდება ვაშინგტონის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკელი პოლიტიკოსების მიმართ მსმენია, რომ მოსკოვის ზამთარში ნამდვილად საოცარი ქვეყანაა, ნამდვილი საოცრებათა სამყაროა. ეს არის მინიშნება ღია პრინციპში ტექსტი, რაღა მინიშნება, რომ ჩვენ ავიღებთ one way tickets, კი არ მოგკლავთ მაინც და მაინც, თუ გადაწყვეტს პრეზიდენტი ტრამპი 47 პრეზიდენტი შეერთებული შტატებისა იერიშების მიტანას ირანზე კი არ მოგკლავთ, არამედ ავიღებთ ერთი მიმართულების ავიაბილეტს და კობზონის კონცერტზე კი არ გაგიშვებთ, ანუ კი არ დაგბრიდავთ, მოგკლავთ, გაგანადგურებთ, არამედ გაგიშვებთ იმ ქალაქში, გაგამგზავრებთ იმ ქალაქში, სადაც ხსენებული კობზონი ცხოვრობდა და სადაც ცხოვრობენ აიათოლას კოლეგები, მის მსგავსად ბოროტების თვალსაჩინოებები, განსახიერებები, მაგალითად ასადი, მაგალითად იანუკოვიჩი, სხვები და სხვები. ცხადია, აიათოლა არ შეუშინდება, არ დაუშინდება კონკრეტულად ლინცი გრემს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და გავიხსენებ ვინც ირანისა ამბობს შემდეგს, რომ ტრამპიო ბევრს ლაპარაკობსო, მაგრამ რეალურად განაწყვეტილებს კი ვერ იღებსო, ამას ამბობს, კი ბოდიშებთ ახლა ვეგეტყვით ვინც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არახჩი ვითარება ყველა ქალაქსა თუ დასახლებაში სრულ კონტროლს ექვემდებარება, ჩვენ უსაფრთხოებაზე სრული კონტროლი დავამყარეთ, ეს ტყუილია რეალურად. ქალაქების უმრავლესობას ირანის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. სულს განმარტო, რომ ეს პროტესტი რამდენიმე ფაზას მოიცავდა. თავდაპირველად ის იყო მშვიდი და წყნარი, შემდეგ კი სულ სხვაგვარი სახე მიიღო, როგორც ბევრ ქვეყანაში ვნახეთ, მათ შორის დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. მოდით ვიხდი, შესაძლოა მისი სიტყვები არ არის ეს. ესე იგი, ეს არის ამის თაობაზე სიტყვები არის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნის ალი ლარიჯანის სიტყვები. ტრამპი ბევრს ლაპარაკობს, სერიოზულად ნუ მიიღებთ. მას ირანელების ასეთი მრავალრიცხოვანი გამოსვლა ქუჩებში აჩვენებს, რომ ჩვენი ხალხი მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ანგარიშწორებისთვის. ეს ტყუილი განცხადებაა. ასაკვირველი არათუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ისრაელსაც კი ვერ დაუპირისპირდება ირანის სახელმწიფო და ეს ირანის ხალხი. იცით თქვენ, რომ ირანის ხელისუფლებამ გამოიყვანა მომხრეების მნიშვნელოვანი ნაწილი თეირანში და არა მხოლოდ თეირანში და ცდილობს აჩვენოს მთელ დასავლურ საზოგადოებას, რომ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება არის უმცირესობაში, ხოლო უმრავლესობა უჭერს მხარს სწორედაც რომ ირანის სულიერ ლიდერს ან საერო ხელისუფლებას ასე რომ განმარტო, ისინი არიან ქოცები, ან ირანელი ქოცები, ზუსტად იგივეს აკეთებენ, რასაც აკეთებდა თავის დროზე და მომავალშიც გარკვეული ალბათობით, როცა გაუჭირდება, გააკეთებს ბიზინა ივანიშვილი, ანუ გამოყარის უკაცრავად სიტყვისთვის საკუთარ მომხრეებს უმრავლეს შემთხვევაში ბოდიშ ვიხდი მირეკილებს ამათვე სივრცეში და ამით აჩვენებს მთელ მსოფლიოს და ქართული საზოგადოების მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ნაწილს, რომ სწორედ ისინი არიან უმრავლესობაში და არა კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება. იგივე გააკეთა ირანის ხელისუფლებამ, მაგრამ ეს მაინც ტყუილია. ჩვენი ხალხი მზად არის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ანგარიშწორებისთვისო, ამის უნარი რომ ჰქონოდა ირანის ხელისუფლებას. რამდენიმე თვის წინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა, პირველ ყოვლისა ისრაელმა და მერე უკვე დასკვით სტადიაში, დასკვით ფაზაში შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ირანის ბირთვული პროგრამა, მაშინ შეძლებდა ირანის ხელისუფლება დაპირისპირებას შეერთებულ შტატებთან. ვინმე მეტყვის, რომ მაშინ ხო სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულაო, მაგრამ მე პასუხად მე ვეტყვი ან შევაგებებ, რომ არც ახლა მაღალი ალბათობით თუ დაიწყება საერთო ოპერაცია, არ დაიწყება სახმელეთო ოპერაცია, იმიტომ რომ ეს სახმელეთო ოპერაცია თუ ის დაიწყება, რას საკვირველია იქნება შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია, ყოველ შემთხვევაში ვენესუელის მაგალითზე თუ ვიმიჯელებთ, არ ჩქარობს ან არ აპირებს
სახმელეთო ოპერაციების დაწყებას, თუნდაც იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც მიიღო შეერთებულმა შტატებმა წლების წინ და წლების განმავლობაში ერაყში, წლების წინ და წლების განმავლობაში ავღანეთში და სხვა სივრცეებშიც, რასაკვირველია, მაგრამ ახლა ისმის კითხვა გადაწყვეტილებას საჰაერო თუნდაც იერიშების მიტანის და აიათოლების რეჟიმის დაამთავრების დასრულების თაობაზე მიიღებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ერთის მხრივ ის ამბობს რომ ჩემი მოთმინების ფიალა ივსება ის აგრძელებს რომ ირანის ხელისუფლებამ უკვე გადაკვეთს როგორც ჩანს გადაკვეთს წითელ ხაზებს მას აქვს ცნობები ზუსტი განსხვავებით ოფიციალური თეირანის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ვაშინგტონს სასაკვირველია ზუსტი ინფორმაცია აქვს მეტნაკლებად რამდენია დაღუპული, რამდენია დაშავებული, რა ხდება რომელიმე ქალაქში, რა ხდება თეირანში, რამდენად სასტიკია ირანის დღევანდელი ხელისუფლება საკუთარივე მოქალაქეების მიმართ და ეს არის სწორედაც რომ რაც ტრამპს აჯავრებს და გარკვეულზე მაღალი ალბათობით მიაღებინებს გადაწყვეტილებას ვიმეორებს საჰაერო იერიშების მიტანისა და აიათოლების რეჟიმის და ყველა კონკრეტული პირის ან მკვლელობის ან განდევნის მოკვლის განადგურების, უფრო ზუსტი სიტყვა ალბათ, განადგურების ან განდევნის, ქვეყნიდან განდევნის შესახებ, მაგრამ მეორეს მხრივ შეერთებულ შტატებს ამ გადაწყვეტილების მიღება გულახდილად გეტყვით უჭირს მათ შორის იმის გამოც, რომ შესანიშნავად ხვდება, რომ რაც არ უნდა განდევნოს ბევრი პოლიტიკური ლიდერი, ან რაც არ უნდა გაანადგუროს ბევრი პოლიტიკური ლიდერი, ან რაც არ უნდა ჩამოშალოს ირანის დღევანდელი ხელისუფლება, იქ შეიძლება ვითარება აირიოს და ვითარების არევა მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება ეს პროვოცირებასაც აკეთებს ახლა აიათოლების რეჟიმი, აგრეთვე საერო ხელისუფლება, არის იქნება და უარესიც კი, ვიდრე დღევანდელი ვითარება, რა შეიძლება დღევანდელ ვითარებაზე უარესი იყოსო ბევრი თქვენგანი მეტყვის და პრინციპში მეც დავეთანხმები, მაგრამ თუ ირანი იმ ქაოსში აღმოჩნდება, რა ქაოსიც პრინციპში მოსალოდნელია, ტრამპი და ვაშინგტონი ფიქრობს, რომ იქნება და დიპლომატიური ნაბიჯები გადავდგათ და დიპლომატიას მივანიჭოთ უპირატესობა, სხვა შორის მისმა პრესმდივანმა ეს დაადასტურა, მან ბრძანა, რომ ტრამპი განიხილავს, რაოდენ უცნაურად ის არ უნდა იყოს, სწორედაც რომ დიპლომატიურ ნაბიჯებს კეროლაინი ლევიტი ამბობს ის რასაც საჯაროდ ისმენთ ირანის რეჟიმისაგან რადიკალურად განსხვავდება იმ განზავნილებისაგან, რომლებსაც ადმინისტრაცია პირადი არხებით და ცხადია სპეცსამსახურებით პირველ ყოვლისა რაკეთოს საელჩოს მეშვეობით იღებს, ტრამპი დაინტერესებულია ამ გზავნილების შესწავლით და უყურეთ კიდე რას ამბობს საჰაერო დარტყმები ტრამპისთვის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა იმ მრავალ ვარიანტს შორის, რომლებიც გარხებისაგანია მისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველ ვარიანტად რჩება, ვინმე იკითხავს დიპლომატია როგორ შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობები განაახლო, მოლაპარაკებები განაახლო რეჟიმთან, რომელმაც ერთი ცნობით 10, მეორე ცნობით 20, მესამე ცნობით საერთოდ 25,000 კაცი მოკლაო და ეს ვინმე ვინც ამას იტყვის, რასაკვირველია თავისი გადასახედიდან და არა მხოლოდ რასაკვირველია მართალი იქნება მართლაც თუ გადახოცა ნახევარი ირანი და ნახევარი ირანი აიათოლების რეჟიმმა პირობითად ნახევარი უტრირებ ხო ხდებით? ხო, ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება მას დაუჯდე, აი ჩემს წინ ახლა სკამია, მივადგენლებდი კამერას სიამოვნებით, დაუჯდე და განიხილო მასთან რაღაცა მოლაპარაკებები, რაღაცა შეთანხმებებს მიაღწიო ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამბობ კიდევ ერთხელ ხაზგასმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა მთელ მსოფლიოზე მეთქი ვიაობედავ და ვიტყვი ასე, განიხილავს ყველაზე უარეს სცენარებსაც კი და არ ჩქარობს, თუმცა შესაძლოა აგვიანებს ამ საჰაერო იერიშების მიტანას ირანის ხელისუფლებაზე სამთავრობო პირებზე, რომლებიც მართავენ და ამდენად დიდ სისასტიკეებს ჩადიან ირანში. შეერთებული შტატების ელჩი ისრაელში ამასობაში მაიკ ჰაკაბი ამბობს Sky News-თან, რომ არც შეერთებულ შტატებს და არც ისრაელს არ აქვთ გეგმა, არა უკაცრავად, არც შეერთებულ შტატებს და არც ისრაელი არ გეგმავენ სამხედრო დაპირისპირებას შესაძლოა არ გეგმავენ, ძალიან კარგად უნდა გავიგოთ ყველა, დავუკვირდეთ ყველა სიტყვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ აპირებენ სამხედრო ინტერვენციას, დაბომბვას ისრაელისა. Wall Street Journal-ი ამასობაში აქვეყნებს
ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მოწოდებას ტრამპისადმი, რომ ჯერ სწორედაც რომ დიპლომატიური გზები გამოიყენოს ტრამპმა და უკვე შემდგომ, მაგრამ ამასობაში დროც გადის, ესეც უნდა ვთქვა. ეხლა ერთი დემარკა არის ჩემი მოსაზრებით აუცილებელი. თუ ირანის პრობლემა არ მოგვარდა ეს ყველაფერი, მიკრო მასშტაბის, ანუ შედარებით პატარა მასშტაბის დიქტატორულ რეჟიმებს ყველგან ან ბევრგან, სადაც არსებობს ამგვარი რეჟიმები, მისცემს ეს სტიმულს ან მისცემს მაგალითს თვალსაჩინოებას, რომ მათაც შეუძლიათ მოიმოქმედონ ისე მინი მასშტაბებში დასაკვირველი, როგორც იმოქმედა ირანის ხელისუფლებამ. არ მინდა მაინც და მაინც საქართველოზე ლაპარაკი, მაგრამ თუ ავტორიტარია, ბიზნეს ივანიშვილი და რასაკვირველია ის ავტორიტარია, თუ დიქტატორისკენ გადახრილი დიქტატორობისაკენ გადახრილი ავტორიტარია ბიზნეს ივანიშვილი, თუ დაინახავს რომ შეერთებული შტატები, გავბედავ და ვიტყვი ამ სიტყვას, უნაროა ოკეან გამოღმა ირანში, კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთში და ვერც ვერაფერს გახდა შეერთებული შტატები და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა და არა უმეტეს, ბიზნეს ივანიშვილი კიდევ უფრო გათამამდება, ათამამდება ვიტყვი ასე და კიდევ უფრო მეტ სისასტიკეებზე წავა. სხვათა შორის ბიზნეს ივანიშვილი მაშინ აქტიურდება ხოლმე თუ ვინმეს მიუქცევია ამისთვის ყურადღება, როდესაც რუსეთი რა წარმატებას მიაღწევს უკრაინის ფრონტზე, ხოლო როცა რუსეთი უკან იხევს, აი პატარა სოფელთან, აკროვსკთან მაგალითად მიმდინარე პროცესები რო განვიხილოთ, ან ავიც ავდიევკასთან განმიმდინარე პროცესები რომ განვიხილოთ, ან სხვა სივრცეებში ქალაქებსა თუ სოფლებში, თუ რუსეთი უკან იხევს, ამ შემთხვევაში ბიზნეს ივანიშვილიც შედარებით ლოიალური თუ ლობიერი ხდება ხოლმე მისი ილმობიერება, რა ვთქვი მე. ამასობაში ტრამპმა მიიღო ეს გაგიჟებული ამ ნიადაგზე გაგიჟებული კარგი კონოტაციით, ტარიფები, სანქციები და ასე შემდეგ. და ახლა მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ვინც ვაჭრობსო დაექვემდებარება 25%-იანი ტარიფების დაწესებას ამერიკის შეერთებული შტატების სტატებთან წარმოებულ ნებისმიერ ყველა ბიზნეს საქმიანობაზე. ეს ბრძანება არის საბოლოო, ანუ არ შემცვლიო და გმადლობთ ყურადღებისათვის. საქართველოს რამდენი აქვს სალდო ირანთან იმპორტული საქონელი ურიცხვება ცხადი ან ზოგადად სალდო, ანუ ექსპორტისა და იმპორტის მიმართება სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ შესაბამისად ამ კომპანიებსაც დაეკისრებათ გარკვეული სანქციები, თუ ისინი თავის მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობენ, ესეც უნდა ვთქვათ. მოკლედ ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის ირანში, ანუ ჩვენგან სამხრეთი 1000-1200 კილომეტრია იცით თქვენ, მათ შორის იმიტომაც ვერ წყდება ეს საკითხი ირანში, ირანული ხალხის უმრავლესობის სასარგებლოდ, იმიტომ ვერ წყდება, რომ პრინციპში მაინც გაურკვეველია ვის უნდა დაეხდოს დასავლეთი. ირანში ახლა ბევრი თქვენგანი მეტყვის და იტყვის და სამართლიანიც იქნება, რომ ეს არის რეზა ფეხლევი, რომელიც ემიგრაციაშია, რომელიც ამბობს, რომ მე მზადა ვარ ჩამოსასვლელადო, მაგრამ არის თუ არა მისი ავტორიტეტი, მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ანუ სხვადასხვა რამ წამიკითხავს ამის თაობაზე სათანადო და ისეთი მასშტაბური, რომ ირანული გახლეჩილი საზოგადოება მას დაეყრდნოს და გახლეჩილი საზოგადოების ნაწილი დაეყრდოს და მეორე არ დაუპირისპირდეს სამკვდროდ, ეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ფიქრობ პრეზიდენტმა ეს ყველაზე უკეთ თქვა, მან თქვა, ნახოთ რა მოხდება, ფიქრობ განხილვის პროცესის ნაწილია ისიც, რომ მათ უკვე იციან, რას ვთავაზობთ ალტერნატივისა და გარდამავალი პერიოდის სახით, განაცხადა ფეხლევმა ტრამპის ადმინისტრაციასთან მისი კონტაქტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. ნებისმიერი განმანთავისუფლებელი კამპანია მაშინ ხდება წარმატებული, როდესაც მსოფლიო საბოლოოდ იჩერდა ხალხის მხარეს რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ. ხო და რა უნდა ქნას ამ მსოფლიომ, მეთქიან მსოფლიო ლიდერმა სახელმწიფომ ტრამპმა, ამერიკის შეერთებულ შტატებმა, ცხადია პასუხი ჩემთვის, რომ მან უნდა მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილება, მან უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები, მან უნდა დაბომბოს და საჭიროების შემთხვევაში გავთავხედები და ვიტყვი სახმელეთო ოპერაციაც კი უნდა დაიწყოს ირანში, მაგრამ სახმელეთო ოპერაცია არის ჭაობი. ეს არის ჩიხი, ასე გეტყვით, დასტურია სწორედ ერაყი და დასტურია სწორედ ავღანეთის ნაწილობრივად მთლიანად და ტრამპი რასაკვირველია ერიდება სახმელეთო ოპერაციის დაწყებას აშუაშია ახლა ვენესუელის ამბავი, ძალიან საკრიტიკო კი არა, განსახილველი მრავალი კუთხით, ესეც უნდა ვთქვათ, მათ შორის ის იმ კუთხით, რომ მხოლოდ მადურო მოაშთეს და არ ჩამოშალეს რეჟიმი მთლიანად, მაგრამ რეჟიმის ჩამოშლისათვის აუცილებელი იქნებოდა სწორედაც რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყება და ტრამპმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო და ახლა უკვე ამ
გარდამავალი პერიოდი, მოდი ასე ვიტყვი, როდემდე გაგრძელდება, არავინ იცის და ბევრს უკმაყოფილება უჩნდება, კი, მაგრამ შენ თუ ტოვებდი ვენესუელის რეჟიმის ნაწილს, მადუროს გარდა პრაქტიკულად ყველას ვენესუელის სათავეში, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, ისიც კი ვერ ლაგდება დასავლურ, ასე მაგალითად ნავთობ კომპანიებთან, ისიც კი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობას, კი 800 კაცი გაუშვა, რასაკვირველია, ეს ძალიან კარგია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა მიუგორდეთ როგორღაც არჩევნებამდე, ეს არის მთავარი შენიშვნა, რომელიცაც იმსახურებს, მეთქი ასე ვიტყვი, ან რომელსაც ისმენს თუ გდებოთ ასე ვიტყვი, ვაშინგტონი ოპონენტებისაგან, რომლებიც ვენესუელის ფორმატში, ვენესუელის კონტექსტში, ვენესუელის кейსში აკრიტიკებენ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას. სინამდვილეში მთელი რეგიონისთვის გარდამტეხი მომენტი სწორედ ირანია და ეს სწორი შენიშვნაა, ესე იგი, ფეხლებისა. ირანელები ამ ბრძოლას მხოლოდ საკუთარი თავის გასანთავისუფლებლად არ აწარმოებენ, მართლაც საოცარია კადრებს, ვინც აქცევს, ადამიანებს თვალყურს აქცევს ყურადღებას. საოცარია ირანელი ხალხის ბრძოლა, თავგანწირვა. მე წავიკითხე ერთგან ირანელი ხალხის და თორსტები გიორგი მაისურაძე წერდა და მაინც გადავამოწმებ ამ ყველაფერს, ხო, მაისურაძე ეს ფილოსოფოსი კაცი და სწორი შენიშვნა იყო ჩემი მოსაზრებით. ირანის უახლოეს ისტორიაში ერთი განსაკუთრებით თვალსაცემი ფენომენი ჩანს, ესაა თავგანწირვისთვის მზადყოფნა, წერს გიორგი ერთი დღის წინ. ასე იყო ისლამური რევოლუციის დროსაც, ასე იყო რასაკვირველია, უკვე შემდგომ აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ ყველა საპროტესტო გამოსვლების დროსაც და ასეა ახლაც ირანელები შიშველი ხელებით და მართლაც აი ამ შიშველი ხელებით და მთელი ენთუზიაზმით და თავგანწირვით დაპირისპირება უსამართლობასთან ასაკურველია ბევრ ხალხს ახასიათებს და გიორგი ხსნის არაჩვეულებრივად რატომ შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი, მაგრამ ახასიათებს პირველ ყოვლისა აი ამ არაჩვეულებრივ ერთ ჩვენთან ძალიან ცუდი სტერეოტიპია სამწუხაროდ და რაოდენ ცუდიც არ უნდა იყოს ეს, რომ ირანელები არიან ცუდები, ჩვენი რაღაც მტრები და მე გვესმის, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის იყო საუკუნეების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში დაპირისპირება, მაგრამ ეს არის გენიალური ხალხი, მოდი ასე ვიტყვი, გენიალური და უზარმაზარი კულტურის ხალხი. ასეც ვიტყვი და ის პირველ თქვენგან ალბათ იცის სპარსეთის კულტურის ზოგადად თაობაზე შესახებ და ის ძალიან თუ ის დემოკრატიული გახდება, ანუ ამგვარი არ იქნება როგორიც არის, რეგიონის მასშტაბით, ფართო რეგიონის მასშტაბით საქართველოს ადეკვატური პარტნიორი შეიძლება იყოს ბევრ დასავლურ ან ცივილიზებულ პროექტში, მეთქი ასე ვიტყვი, როგორც ჩვენს გასაკვირველია უნდა ვიყოთ ადეკვატურები თუ დამარცხდა ამასობაში ირანის განმანთავისუფლებელი მოძრაობა, ეს ბიზინა ივანიშვილს არამაინც და მაინც იმგვარი ბრუტალურობის ღმერთმა დაგვიფაროს და ალბათ ამაზე არ წავა, მაგრამ პატარა ბრუტალურობის, მინი ბრუტალურობის, ბიზნეს მასშტაბების ბრუტალურობის შესაძლებლობას, უფლებას კი მისცემს და შერჩახახვივით აიათოლას შერჩება მე ქართველ აიათოლას. ეს შეიძლება იფიქროს ბიზინა ივანიშვილმა წაუწდეს ფიქრი, ეს ასე არ არის რასაკვირველი, არც აიათოლას შერჩება ადრე თუ ქვიან, მაგრამ რაც უფრო გადაიწევს პროცესი, მით უფრო ამ კვანძის გახსნის პროცესი, მით უფრო ცხადია, ცუდი იქნება ეს რომ ვიცოდეთ მაინც. ამიტომ ჩვენ ვართ ახლა კვანძის გახსნის მოლოდინში, რომ ვიცოდეთ მაინც და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ 14 იანვარს, ანუ დღეს აგვაქვს ჩვენ 13 და არ მინდა შემეშალოს და ნამდვილად 13 გვაქვს, ირანში დაიწყება სიკვდილმისჯილების საჯარო ჩამოხრჩობები და ეს ამბავი უკვე შეატყობინეს. ერთ-ერთი არის 26 წლის ირანელი პროფესორი, რომელსაც ჩანს თუ არა ფოტო არ ვიცი, რომელსაც სწორედ 14-ში ჩამოახრჩობენ. ეს არის ერფან სოლტანი, რომელიც იქნება ჩამოხრჩობილი თუ ეს ყველაფერი არის რეჟიმს განახორციელა მართლაც არ გადადო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ სასტიკია რეჟიმი ჩვენგან 1000-1200 კილომეტრში და ჩვენ დასაკვირველია როგორც ქვეყანა რაღაცა მომლოდინე პოზიციაზე კი არ უნდა ვიყოთ, რომ ნახოთ ვინ გაიმარჯვებს იქ და აქედან გამომდინარე უკვე შემდგომ დაუჭიროთ მხარე საზოგადოება მინიმუმ და რეალურად ხელისუფლებამაც, მაგრამ ეს ხელისუფლება არ აქვს ადეკვატური მით უფრო, არამედ ჩვენ უკვე ამ თავითვე საზოგადოება პირველ ყოვლისა უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ მამაც ირანელ ხალხს და თავისუფლების მოყვარე ირანელ ხალხს,
რომელიც ელვის ისეთი პატარა ქვეყნებიდანაც კი სოლიდარობას საზოგადოებებიდან, როგორიც არის საქართველო, რომელიც არც თუ შორს არის ეგრა მაგის პასუხი, ესე როგორც სოლიდარობას უცხადებთ უკრაინელებს, ასე მაგალითად, რომლებზეც და რომელზეც ანუ ამ ქვეყანაზე ჩვენ კიდევ მოგვიწევს საუბარი დღეს თუ არა ხვალ მაინც და ხო რა ვიცი, რა გითხრათ. დავსვათ კითხვა უბრალოდ. ბიზნეს როგორ გონიათ მისი გამარჯვება უნდა ირანში? სასაცილო არაფერია. მე ვიცი რომ თქვენ სწორი პასუხი გაეცით ამ კითხვას. ბიზნეს თავისუფლების გამარჯვება ირანშიც არ უნდა, იმიტომ რომ ხუჟი მარყუჟი ვიწროვდება და კვანძის გახსნის დრო საქართველოში კვანძის გახსნის როცა ნელ-ნელა დგება და უფრო აჩქარდება ეს დრო თუ ბიზნე ივანიშვილის პარტნიორები გარშემო და მარცხდებიან ბიზნე ივანიშვილისა და რუსეთისა, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდებოდა არა იმდენად ვენესუელა, სჭირდებოდა განა არა, მაგრამ სასიცოცხლოდ სჭირდება სწორედაც რომ ირანი. ნახვამდის.